Როგორი მოლოდინი არსებობს, მიიღებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომელსაც ასე ველით ყველა მოუთმენლად. რა არის ძალიან ძნელი საქმეა, ეხლა ხან დაიწყო რეალურად ეს შეხვედრა და არ ვიცი რამდენად იქნება შესაძლებელი რომ საერთოდ კომპრომისს მიაღწიონ ზოგადად პაკეტთან დაკავშირებით. მოცემულ ეტაპზე ჩვენ განვიხილებით უკრაინასთან, მოლდოვასთან ერთად დიდწილად დამოკიდებული იქნება ეს ყველაფერი იმაზე, როგორი იქნება გადაწყვეტილება უკრაინასთან მიმართ. ასე რომ ამ ეტაპზე მოცემულ მომენტში ძალიან ძნელი საქმეა. ამ ბოლო პერიოდში თუ შევხედავთ რეალურად ეს ისეთი ინტენსივობით აღარ არის, როგორც იყო მაგალითად მაშინ სანამ გამოაქვეყნებდა ევროკომისიის ანგარიშის ამ ქვეყნების მერე, ანუ 8 ნოემბრის შემდგომ ეს ინტენსივობა ისეთი აღარ არის, როგორც აქამდე იყო. რაცა მოლოდინი ამ ჩვენი მხრიდან, ხელისუფლებისგან მოლოდინი არის, რომ დადებითი იქნება ეს გადაწყვეტილება, რაც ისინი საჯაროდ ამბობენ. მაგრამ როგორც თქვი, როგორი იქნება უშუალოდ ეს გადაწყვეტილება, ეს ჯერჯერობით ძალიან ძნელია. ძალიან მიჭირდება ეხლა რაღაცა გითხრათ და პროგნოზი გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. 12 რეკომენდაციიდან რა გვაქვს შესრულებული და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს პასუხი დადებითი და ზოგადად ეს რისი დამსახურება შეიძლება იყოს? 12 რეკომენდაციიდან ევროკომისიის შეფასებით შესრულებული გვაქვს სრულად 3 პუნქტი. ეს არის სახალხო დამოუკიდებლობის არჩევა, ეს არის გენდერული განასწორება პუნქტი და ეს არის ICHR-ის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების პროაქტიულად გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში. ეს არის რეალურად 12 პუნქტიდან სრულად შესრულებული რაც ითვლება. დანარჩენს რაც შეეხება ამ ძალიან მცირე პროგრესია, ამ პროგრესი არ შეიმჩნევა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება დაარქვინოს ჩვენ ყოველ ჯერზე, როცა ამოიტანა ეს შეფასება დაიდო და რეკომენდაცია გასცა ევროკომისიამ გადაწყვეტილების მიღებასთან ამ რეკომენდაცია დადებითი გადაწყვეტილების შესახებ, რეალურად ყოველ ჯერზე ძალიან დიდი აქცენტი იყო გადაკეთებული იმაზე, რომ ამას იმსახურებს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ყოველთვის იდგნენ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე და ერთ გუშინ წინ გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო და აქაც ნახავთ დასკვნას ამ შეხვედრის, აქაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით არის გამოკვეთილი, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეების მოქალაქეების ნაცვლად. აი დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში რა იცვლება საქართველოსთვის? აი როგორი სურათი შეიძლება მივიღოთ და რომ განმარტოთ რიგით ადამიანებზე, როგორ შეიძლება აისახოს ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება? ჩვენ ამას უნდა შევხედოთ იმ ჭრილში, რომ ეს არის დაახლოება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირში წევრობის გზაზე. ბუნებრივია, რომ ამით ეს გზა არ მთავრდება, საკმაოდ დიდი გზა გვაქვს კიდევ გასავლეთ სანამ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. უბრალოდ რიგით მომქალაქეებმა და ყველამ ამას უნდა შევხედოთ ჩვენ როგორც ერთგვარად შესაძლებლობას და ბერკეტს იმაზე, რომ ხელისუფლება დაადგეს განუხრელად რეფორმების გზას. ანუ ევროინტეგრაციის და ზოგადად ამ წევრობის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ის საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ მოახდინოს ტრანსფორმაცია, გაატაროს რეფორმები. როცა ვლაპარაკობთ რეფორმების გატარებაზე, უპირველეს ყოვლისა ეს დაკავშირებული არის კანონის უზენაესობასთან, ეს დაკავშირებული არის ადამიანის უფლებებთან, ეს დაკავშირებული არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან და ეს დაკავშირებული არის მართლმსაჯულებასთან. ეს არის ის ძირითადი 4 ღირებულება, რაზეც რეალურად დგას ევროკავშირი. შესაბამისად, ევროკავშირში წინსვლა უკავშირდება ზუსტად ამ მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას. იმას, რომ ნაკლები იქნება დაუშვათ ელიტური კორუფცია, რაც მოცემულ მომენტში ძალიან მაღალი არის ქვეყანაში, როგორც მოგეხსენებათ, ნაკლები იქნება პოლიტიზირება მართლმსაჯულების სისტემის, როდესაც რეალურად გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, ის შემთხვევაში იმის მიხედვით, რომ როგორი ასე ვთქვათ პოლიტიკური კლიმატი არის მოცემულ მომენტში ქვეყანაში და ადამიანის უფლებები იქნება დაცული. ეს არის ის ძირითადი, რასაც შეიძლება მოიტანოს ევროკავშირში და ევროინტეგრაციაში. ეს არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იმასთან ერთად, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ. ანუ არ უნდა დაკნინდეს ეს ნაწილი, როცა საუბარი არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ყველა ის ინსტრუმენტი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ჩვენ ხელში არის უკვე. ეს არის უვიზუალური მოსვლა, რომელიც ჩვენ ამ მხრივ არ განსხვავებული სახელმწიფო ჩვენი მეზობლებისგან, იმიტომ რომ მათ ვიზა ჭირდებათ რომ წავიდნენ. ეს ასევე ჩვენ გვაქვს Erasmus Plus-ის პროგრამა, რომელიც ჩართულები ვართ მასში და ჩვენი უამრავი სტუდენტი რამოდენიმე 1000 ადამიანზე ალაპარაკი მიდის და შეუძლია რომ ისწავლოს ევროკავშირის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხი.
მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რამდენად ვიყენებ ამ ყოველთვის, ხო? მაგალითად, სტუდენტთა გაცვლის მიმართულებით ვაღებთ, ეს ძალიან აქტიურად ხდება მისი გამოყენება. და ჩვენ ბოლო მონაცემებით შეიძლება შეიცვალა და ეხლა მე შემეშალოს, მაგრამ მე 6 ადგილზე ვარ ევროკავშირის სამეზობლოში, როცა სტუდენტების გაცვლას ეხება საქმე. მაგრამ სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ხდება ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი ვაჭრობით მინიჭებული შესაძლებლობების გამოყენება იმის გამო, რომ ჩვენი ხელისუფლება შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებს თქვათ იგივე რუსეთთან საბაჟო ურთიერთობების განმტკიცებას, ან თქვათ იგივე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებას. ამ კუთხით თუ შევხედავთ და უშუალოდ კანდიდატის სტატუსი როგორც ესეთი რაიმე ამ თვალსაზრისით შეიძლება დიდი და დამატებითი ბენეფიტი არ იყოს, უბრალოდ მას გააჩნია პოლიტიკური მნიშვნელობა, მე ვიტყოდი ბევრად უფრო მეტი ვიდრე პრაგმატული. ეს პოლიტიკური მნიშვნელობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ხდება ასე ვთქვათ ევროკავშირთან კიდევ უფრო ახლოს მიდის და უფრო მეტად უახლოვდება. ეს არის უშუალოდ წევრობის გზაზე გადასადგმელი ერთი ნაბიჯი და ზუსტად ამ ნაბიჯის გადადგმის ჭრილში უნდა აღვიქვათ ეს ყველაფერი რაც ახლა. თუ მიიღო და პასუხი იქნა დადებითი, რა პროცედურები იქნება შემდგომში გასავლელი საქართველოს შემთხვევაში? ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, როგორც გითხარით, შეხვედრა ახლა რეალურ დროში მიმდინარეობს უკვე. გადაწყვეტილება სავალალოდ ჩვენ უნდა ველოდეთ ვალ ამ ზეგისთვის, ეს ნახავთ განვითარდება მოვლენები. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, როგორც გითხარით, ამითი ეს გზა მთავრდება, ეს გზის დასაწყისი თუ არა შორი გზა არის ჯერ კიდევ გასავლელი სტანდარტულად საშუალოდ როგორც წესი ჭირდება ხოლმე ქვეყანას 6 წელი, მაგრამ საშუალოდ ვამბობ, ძველი გამოცდილების მიხედვით კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე, ამას შემდგომ მოყვება უკვე მეორე ეტაპი, რისი წინაპირობაც გახლავთ ახალი პირობების შესრულება, ეს ახალი პირობები არის 9 პირობა, რომელიც მოგვცა ევროკავშირმა, ეს ახალი ეტაპი არის მოლაპარაკებების წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირთან და ამის შემდგომ უკვე არის, როცა ეს დასრულდება ეს მოლაპარაკებები, როდესაც როგორც წესი სხვა ქვეყნების განმცდილება გვეუბნება, რომ რამოდენიმე წელი ჭირდება, ამის მერე არის უკვე წევრობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც რატიფიცირებას მერე ახდენს ყველა წევრი ქვეყანა, ეხლა მომენტში 27 არავის მოიხსენებათ, მაშინ როცა საქართველოს ვთქვათ მივა ამ ეტაპზე შეიძლება ეს რაოდენობა შესული იყოს, ან მეტი იყოს, იმედია ნაკლები არ იქნება. ამის შემდგომ უკვე ხდება უშუალოდ წევრი ქვეყანა, როცა მოხდება ამ ხელშეკრულების გამოწერა და რატიფიცირება. და იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ ისიც რომ ვთქვათ უარყოფითი იქნება პასუხი, ამ შემთხვევაში რა პროცედურები იქნება საქართველოს შემთხვევაში? ანუ ხელახლა თუ შეუძლია ვთქვათ მოთხოვნა გაგზავნოს, ან არ ვიცი, აი რა პროცედურები იქნება? ანუ თუ უკვე კარგავს ამ ისტორიულ შანსს და შემდგომში ეს შანსი აღარ მიეცემა საქართველოს. ამ შანსს ესეთი გაგებით რომ ეს კლასიკური გაგებით რომ დამთავრდა და მოჩავალდა და დაიკარგა ეს არ იქნება. სავარაუდოდ ევროკავშირი ამ საკითხს დაუბრუნდება უკვე ევროპული საბჭოს შემდგომ სხდომაზე, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. ასე რომ უარი როგორც ესეთი რომ არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მე ვფიქრობ რომ არ მოხდება, უბრალოდ ეს საკითხი გადავადდება და ამ საკითხს დაუბრუნდება ევროკავშირი მომავალ წელს.